მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანი არ გქონია ლაივი და გადავწყვიტე რომ გავაკეთო. კი, ახლა გვიანია, მაგრამ ახლა მოვიცალე და მოკლედ ვისაუბროთ იმ ასტროლოგიურ ტანაცებზე, რაც გვაქვს, ხო? მე თან კომპიუტერითაც ვარ შემოსული, რომ კითხვები არ მიჩანს ხანდახან ტელეფონით. და დავანთოთ ყოველსამდე წმინდა ხეც, აი იმდენად ყოველდღე ვიყენებ. პატარა გახდა უკვე. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვიყენებ ინტენსიურად ყოველსამდე წმინდა ხეს და თქვენც გირჩევთ, იმიტომ რომ ეს იდეალური საშუალება აურის გაწმენდის სახლში, მეტყველეს ამ მძიმე პერიოდში. მოკლედ, ვინც ჩემი წინა ლაივი ნახა, მეგობრებო, იქაც ვისაუბრე, რომ აპრილის ბოლო გვაქვს საკმაოდ მძიმე, მაგრამ რეალურად ესე 10 მაისამდე მაინც გრძელდება ეს ნეგატიური ტენდენცია, რატომ? იმიტომ რომ ეს ასპექტები ხო რაც გვქონდა, პლუტონის დაპირისპირება, მარსის მზის დაპირისპირება, ეს ყველაფერი ნელ-ნელა იკლებს უკვე მაისში. ანუ ჯერ კიდევ გვაქვს შენარჩუნებული მაინც ეს აგრესიული და კრიმინალური ფონი ტრანსფორმაციული, ხო? მარსის პლუტონის დაპირისპირება კიდევ გვაქვს და მზე მარსის, ეს ქმნის ერთგვარ ისე კონფლიქტურ ფონს, ნეგატივს და დაძაბულობას ადამიანებს შორის და კი ნახეთ კიდეც რა მოხდა საერთოდ ეს სროლა ცენტრ თბილისში, ანუ რაც მოხდა გუშინ გვიან ღამე, ხო? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოწვეულია ამ აგრესიული ასპექტირებებით, ხო? ეს მარსის პლუტონის დაპირისპირება, რაც იწვევს აგრესიას განსაკუთრებით კაცებში, იმიტომ რომ მარსი და მზე არის მასკულინური ენერგიის პლანეტები და როდესაც მზე მარსის დაპირისპირება გვაქვს და ასევე მარსი პლუტონის ყოველთვის როგორც წესი უფრო კაცები არიან ხოლმე მეტად კონფლიქტურები, მეტად ფეთქებადები და უფრო კონფლიქტი როგორც წესი კაცებს აქვთ ხოლმე ამ პერიოდში. თუმცა რა თქმა უნდა ქალებშიც შეიძლება მომატებული იყოს ახლა ეს კონფლიქტურობა, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ რომ მეგობრებო კონფლიქტები აირიდოთ თავიდან. ნებისმიერ სახის თუნდაც მცირე შელაპარაკება შეიძლება ისე ცუდად დამთავრდეს, როგორც ეს სროლა დამთავრდა თბილისის ცენტრში, ხო, გუდიაშვილთან. რაც ვნახეთ, ამიტომ ეს აგრესიული ფონი კიდევ არის შენარჩუნებული, მეგობრებო, ასტროლოგიურად გავფრთხილებთ 10 მაისამდე. კიდევ გვაქვს მაინც ეს აგრესიული ფონი და შევიკავოთ თავი. შევიკავოთ თავი და არა უკვე პროვოკაციებს. ნებისმიერ სახის თუნდაც პატარა შელაპარაკებას შეიძლება ასეთი სერიოზული გარჩევები მოყვეს მოკლედ. არც თუ ისე კარგი ფატალური შედეგით. ამიტომ ისევ და ისევ კიდევ მართლდება პლანეტარული ტრანზიტების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, როგორც გაგაფრთხილეთ, რომ აგრესიული ფონია და კონფლიქტურობა და ეს კრიმინალი არის გააქტიურებული და სიკვდილიანობა ასეც ხდება და ყოველთვის წინასწარ გავფრთხილებთ ხოლმე ამ პერიოდის დადგომამდე. არა იმიტომ რომ ვიღაც დავაშინო, არამედ იმიტომ რომ მინდა იყოთ გაფრთხილებულები. ხო, ანუ ეს ინფორმაცია არის ფაქტობრივად შემდგომში თქვენი იარაღი, რომ თქვენ იქნებით დაცული. ამიტომ გავფრთხილებთ. ხო, ანუ ჩემი მიზანი არ არის რომ ვიღაც დავაშინო, ჩემი მიზანი არის რომ თქვენ გაგაფრთხილოთ წინასწარ. ამიტომ ყოველთვის ჩემი პროგნოზები ხდება. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასტროლოგია აქვს სერიოზული გავლენა ჩვენს ბედზე და მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე და თუნდაც სოციალურ გარემოზე. ხო? ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამას. მე თან კომპიუტერითაც შემოსული ვარ, მეგობრებო, რომ არ მიჩანს ტელეფონით კითხვები ხოლმე. ახლავე ნახავთ თან თქვენს კითხვებს. ახალი რეგულაცია მიუღია Facebook-ს, მომივიდა notification-ი, ხო, რომ რაღაცა 30 დღის მერე ლაივები წაიშლებაო და არ ვიცი რატო გადაწყვეტა Facebook-მა ეს რო გააკეთოს, ძალიან უცნაურია ჩემთვის, მაგრამ
რა ვიცი, თუ დავუშვათ წინა ლაივები ჩანაწერები უკვე წაშლილია, ხო, Facebook-ი ავტომატურად შლის თურმე უკვე 30 დღის მერე, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ნახოთ ლინკი YouTube-ზე გვაქვს ყველა ჩანაწერი შენახული ჩემი წინა ლაივების და ასევე ამონარიდებიც იდება ხოლმე აქ. ამიტომ თუ დავუშვათ წაშლილია და როგორც ვიცი რამდენიმე ლაივი უკვე წაშლილია ავტომატურად Facebook-დან 30 დღის გასვლის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ ჩვენს YouTube არხზე და ჩვენს YouTube არხსაც ქვია AstroGuru და ლინკიც არის ხოლმე გაზიარებული ყოველთვის ჩვენი YouTube ვიდეოების და იქ ყოველთვის დევს ხოლმე ჩანაწერები, როგორც ჩემი პროგნოზების, ასევე ლაივების. ნახოთ კითხვები. მართლა მაინტერესებს დედამიწა რაიმე გეომაგნიტურ ველში თუ რატომ გვაქვს ეს გამუდმებული გაბროების შექმნება? საკმაოდ საინტერესო შეკითხვაა. კი ბატონო. არა მხოლოდ ჩვენ ვართ ეგრეთ წოდებულ, შეიძლება ასე დავარქვათ, მაგნიტურ ველში, არამედ დედამიწაზე მუდმივად ხდება ვიბრაციების მაღლა აწევა, ვიბრაციული ცვლილებები, ხო? ანუ დედამიწის სიხშირე, ანუ ის გამოსხივება, ხო, რაც აქვს დედამიწას, ეს იცვლება, მეგობრებო, იზრდება. ამაზე მე ვსაუბრობ ხოლმე, თუნდაც შუმანის ტალღები, რასაც ქვია, ამაზე ვსაუბრობდი ადრე, ხო? აი, დეკემბერში ვქონდა კიდე ასეთი მკვეთრი ზრდა შუმანის ტალღების და დაწერეს კიდეც კომენტარებში, რომ აი მართლა ზოგს თავის ტკივილი ქონდა, ზოგს გაბროების შეგრძნება, ზოგს გულისრევის შეგრძნება, ზოგს უძილობა, ზოგს პირიქით ძილიანობა, ხო? ანუ რეალურად იმის გამო, რომ დედამიწის ვიბრაციები იზრდება ახლა, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს ამაზე, ხო? და თან ამას ერთვის ის ნეგატიური ასტროლოგიური ასპექტირების ფონი, რაც გვაქვს, ხო? ანუ კერძოდ მარსი პლუტონის დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა იწვევს ერთგვარ გაბროებულობასაც, დეპრესიულობას და ერთგვარ შფოთიანობასაც, ხო? და ეს ნეგატიურ აზრებს და მე გირჩევთ, რომ არ აკვათ ახლა ამ შფოთიანობას და ნეგატიურ აზრებს და მაქსიმალურად იმედიტიროთ, დაუშვათ ილოცოთ. შეეცადოთ, რომ აი მაქსიმალურად გააკეთოთ ის მანიპულაციები, ასე ვთქვათ, რაც თქვენს ფსიქიკას ამშვიდებს, ხო? ეს მაინც ინდივიდუალურია ყველასთვის. ამავდროულად გვაქვს ახლა ისეთი საინტერესო პერიოდი, აი მე არ მეცალა რომ გამეკეთებინა მაშინ 30 აპრილს საკმაოდ კარგი ის იყო დღე და ნუ ეხლა ვინც ეზოთერიკით არის და ой, ჩან ვარ დამიწერეთ, ანუ სიგნალი არ არის, თუ დამიწერა. ჩან ვარ? გამითეთრ და ეკრანი და სიგნალი არ არისო. ჩან ვარ თუ არა დაწერეთ, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცა ჭედავს ძალიან სოციალური ქსელები. მოკლედ 30 აპრილს რაც დაგესიზმრათ, ეს სიზმარი საკმაოდ მისტიურია, იმიტომ რომ ეს იყო წინასწარმეტყველური სიზმარი, ამიტომ გაიხსენეთ რა დაგესიზმრათ 30 აპრილს ღამე. თუ გქონდათ ეს მკვეთრი სიზმარი დავუშვათ, ხო? და გახსოვთ, ეს ძალიან კარგია რომ გაიხსენოთ, იმიტომ რომ 30 აპრილს გქონდა ძალიან ისეთი მისტიური ღამე, მეგობრებო. ვალპურგის ღამე ქვია ქართულად. ისე რა თქმა უნდა ისეთი მაინც სლავურ მისტიციზმშია ეს ვალპურგიევა ნოჩ, მაგრამ სოფლიო მასშტაბით მაინც აღნიშნავენ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ეხება არა მხოლოდ დაუშვათ სლავურ კულტურას, ხო? არამედ ეს ეხება ნამდვილად ერთგვარი პორტალის გახსნას და უბრალოდ ხა სლავებმა მაშინ იცოდნენ ეს, ხო? და აღნიშნავდნენ ამ საღამოს. შესაბამისად, ეს საკმაოდ ისეთი მისტიური ღამეა ხოლმე და აწი დაიმახსოვრეთ, რომ აი 30 აპრილს ღამე არის ხოლმე ეს ვალპურგის ღამე ქვია. 12-დან 4 საათამდე არის ხოლმე, განსაკუთრებით აქტიური, ამიტომ კარგია ენერგეტიკული წმენდები, კარგია ლოცვები, ხომ, ეს გარეშე ასტრალური არსებები რომ არ მოხვდნენ თქვენს სახლში და უშუალოდ ან თქვენს სიზმარში, ხომ, მაშინ. ესეც ესეთი აქტუალური საკითხია ვალპურგის ღამეს რაც შეეხება, ხო? ანუ ეს ენერგეტიკული დაცვაც გვჭირდება და ამავდროულად შეგიძლიათ ხოლმე რომ ეს ვალპურგის ღამე რომ არის
ჩაიფიქროთ სურვილები და გაწმინდოთ აურა, ხო? აი მარილითაც კეთდება დაუშვათ წმენდები ან ლოცვები შეგიძლიათ აქტიურად ხო ან მედიტაციები ან მანიფესტაციური ტექნიკა, ზოგი სათელს ანთებს მაგალითად ხო? ანუ ყველას ესეთი ინდივიდუალური რიტუალები აქვს, ანუ აქ თქვენ რასაც ანიჭებთ უპირატესობას ის შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ანუ ეს ვალპურგზე ვისაუბრეთ, ოღონდ ცოტა გვიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფიზიკურად რო არ მქონდა რომ ვიდეო ჩამეწერა მეგობრებო 30 აპრილს ამაზე, მაგრამ ბევრმა ჩაწერა სხვა შორის და დარწმუნებული ვარ შეგხვდებოდათ ვიდეო ვალპურგის ღამეზე და ნუ აწი იცოდეთ რომ ვალპურგის ღამე ესეთი მისტიური ღამეა. და ზოგადად ნუმეროლოგიაც რო ჩავრთოთ, ყოველი თვის, აი 10 რიცხვში, 20 რიცხვში, 30 რიცხვში, სადაც გვაქვს 0, ხო, ბოლოში. ეს არის ყოველთვის განულება და ასე ვთქვათ, საწყის წერტილთან დაბრუნება და თავიდან დაწყება. ანუ რეალურად შეგიძლიათ კიდეც რომ აი ნებისმიერი თვის, აი ვთქვათ 20 რიცხვში, ან 30 რიცხვში, ან 10 რიცხვში, თუ გინდათ ენერგეტიკული წმენდები ან რაღაცის დასრულება, განულება, ან გაახლება, ხო დავუშვათ, ხო აი განულება, ანუ გაშვება. შეგიძლიათ რომ გააკეთოთ გარკვეული რიტუალები ხოლმე. ყოველი თვის 30 რიცხვში, ან 20 რიცხვში, ან 10 რიცხვში და ახალი წამოწყებები როგორც წესი არ ვარ გახოლმე დიდად. იმიტომ რომ ეს 0 ყოველთვის ანულებს ნუმეროლოგიაში. ამიტომ ეს კარგია რომ გავითვალისწინოთ ხოლმე, ხო, წამოწყებებზე რომ ვსაუბრობთ. ეხლა რაც შეეხება წამოწყებებს, ზოგადად საკმაოდ კარგი პერიოდია წამოწყებებისთვის მეგობრებო, იმიტომ რომ არ გვაქვს ახლა მერკურის რეტროგრადულობა არ გვექნება პრინციპში ივლისამდე, ხო, ასე 17 ივლისს დაიწყება 10 აგვისტოს ჩასვლით. ამაზე რა თქმა უნდა წინასწარ ჩაგეწერთ ვიდეოს და გაგებთხრებთ. ეხლა წამოწყებები თუ გინდათ შეგიძლიათ გააკეთოთ დავუშვათ, ხო? ან შენაძენები თუ გინდოდათ, ან ნუ პრინციპში დაოჯახებად შეიძლება. ეხლა ძალიან რომანტიული პერიოდი დაიწყო მეგობრებო და მე ამაზე ვსაუბრობდი კიდეც ჩემი ინტერვიუ თუ ნახეთ, რაც დევს ჩვენს YouTube-ზეც და Facebook-ზეც, ხო? ვსაუბრობდი ზუსტად რომ კერძოდ უკვე აპრილის ბოლოდან ვენერაც, ხო, სიყვარულის პლანეტა, ფინანსების პლანეტა რომ შევიდა ვერტში და მარსიც რომში გვაქვს, ახლა ეს აქტიური და ვნებიანი ცეცხლოვანი პერიოდია მეგობრებო და ძალიან კარგი არის ახლა განსაკუთრებით ცეცხლის ნიშნებისთვის, ხო? ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ცეცხლის ნიშნებს და ვისაც პირად რუკაში აქვს პირადი პლანეტები, ანუ მზე მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური ან ასცენდენტი ცეცხლის ნიშნებში, მათთვის არის საკმაოდ აქტიური პერიოდი, ხო? ამიტომ ძალიან კარგია ახლა წამოწყებები, აი თუნდაც ფინანსური წამოწყებები ან შენაძენები, რომანების გაბმოთ შეიძლება პრინციპში, რა თქმა უნდა, თუმცა, ნუ მე მაინც გისურვებთ ერთგვარ სიფრთხილეს ამ საკითხში, ხო? იმიტომ რომ ცდუნებები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, როდესაც ლილიტი გვაქვს მორიელში, ხო? და გარკვეული მანიპულაციებიც ახლა აქტუალური თემა იქნება, ხო? და მანიპულატორებიც და ესეთი ტოქსიკური ადამიანებიც და კრიმინალური ავტორიტეტებიც ახლა უფრო და უფრო გააქტიურდებიან, იმიტომ რომ შავი მთვარე მორიელში შევიდა, ხო? და ზუსტად აი ამ თემატიკას შეეხება ეს. და კიდევ რა თქმა უნდა შავი მთვარე მორიელში იქ მაგიასაც ეხება, ხო? და სიკვდილიანობასაც გაზრდის პლანეტის მასშტაბით, დეპრესიულობას, პანიკურ შეტევებს და ჩრდილოვან მხარეს წამოწევს აი ყველა ადამიანისას, მოკლედ არ არის მარტივი პერიოდი, განსაკუთრებით მორიელებისთვის ახლა, ხო? და ვისაც პირად რუკაში შავი მთვარე მორიელში ჰყავს. ამიტომ აუცილებელია მეგობრებო, რომ თქვენი პირადი რუკა იცოდეთ და იცოდეთ რა ნიშანში გყავთ შავი მთვარე, რომ წინასწარ მოემზადოთ აი ამ თქვენი შავი მთვარის დაბრუნების პერიოდისთვის, იმიტომ რომ თუ მოემზადებით და დაიწყებთ უკვე ამ თქვენს შავი მთვარის დამუშავებას, ბევრად მარტივად გაივლით ამ პერიოდს და პირიქით შეიძლება დიდი წარმატების მომტანიც აღმოჩნდეს ხოლმე, ხო? ამიტომ ეს შავი მთვარის პერიოდი არის ხოლმე, ანუ აი 8.88 არის რეალურად, მაგრამ ვანგვალებთ ხოლმე და ვამბობთ 9-ს 9 წელიწადში ერთხელ მეგობრებო არის ხოლმე 9 თვით. შავი მთვარის დაბრუნების პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ხო? ამ შემთხვევაში გრადუსებსაც გააჩნია, ზოგს უწევს უფრო ადრე დავუშვათ, ზოგს უფრო გვიან. ამიტომ ვამბობთ, რომ პირადი რუკა, ნატალური რუკა აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმისთვის რომ იხელმძღვანელოთ მერე ამით, ხო, ცხოვრების განმავლობაში, რომ წინასწარ იყოთ მზად სატურნის დაბრუნებისთვის, ან იუპიტერის დაბრუნებისთვის და მასშტაბირებისთვის, ხო? ან შავი მთვარის პერიოდისთვის, ან კარმული წლებისთვის.
ამიტომ ვისაც არ გაქვთ ჯერ თქვენი პირადი რუკა გაკეთებული, ხო, შეგიძლიათ მოგწეროთ, გვაქვს სერვისი, ან კონსულტაცია ვისაც გინდათ, ხო, კონსულტაციის სახით, ანუ 1 საათიანი ონლაინ ჩართვის სახით განხილვა დავუშვათ, ხო, და რჩევების მიღება, ვისაც გინდათ პირადად ჩემგან 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე შეგიძლიათ ჩაეწეროთ, ხო, გვაქვს ადგილები. და იმისთვის რომ ჩაეწეროთ, მეგობრებო, 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე უნდა მოგწეროთ პირადში და ადმინები მოგწერენ რა თარიღები და რა საათები გვაქვს თავისუფალი. ასევე ბევრი სხვა სერვისი გვაქვს, აი ნუმეროლოგია, დავუშვათ პითაგორას კვადრატის გამოთვლა, ვისაც გაინტერესებთ, ან ბედის მატრიცა, ან დავუშვათ ფინანსური რუკა, პროფესიული რუკა, ხო, აი ორიენტაცია, ვისაც აინტერესებთ, აი საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრებით აქტუალურია ხოლმე აბიტურიენტებისთვის. აინტერესებთ ხოლმე აი რა პროფესიები შეეფერებათ მათ პირადი რუკის მიხედვით და ბევრი აბიტურიენტი ყავს ხოლმე ამ სერვისზე, პროფესიულ რუკაზე. ფინანსური რუკა თუ გაინტერესებთ, აი ფინანსები როგორ მოიზიდოთ თქვენი პირადი რუკის მიხედვით, სასკოლო რუკა, ანუ თქვენი პირადი სფეროს განხილვა. კიდევ ჯანმრთელობის რუკაც გვაქვს, ხო? ასევე გვაქვს 1 წლის პროგნოზი, 1 წლის პერსონალური კალენდარი, მოკლედ ბევრი საინტერესო სერვისი გვაქვს და ჩამონათვალიდეოს მეგობრებო სერვისების, მაგრამ თუ ვერ ნახავთ, შეგიძლიათ მოგწეროთ და ადმინები ჩაგეკდებენ ჩამონათვალს სერვისების თავის ფასებით. კი ბატონო, რაც შეეხება პროდუქციას. ეხლა მეგობრებო, ფინანსების მოსაზრდი ჩხირები გვაქვს მარაგში, ასევე გვაქვს მარაგში დასადგამები ჩხირების, ასევე გვაქვს მარაგში აურის გამწმენდი არომატული ჩხირები და ბევრი კარგი ესეთი არომატები დაგვემატა აურის გამწმენდის ჩხირებში, ასევე გვაქვს პალოსანდო წმინდა ხე და უკვე დღე-დღეზე ველოდებით სეიჯების მარაგის შევსება. სეიჯები ჩამოგვივა, ანუ სალბი, ანუ მცენარეული საკმეველია, ანუ საკმაოდ ძლიერი, განსაკუთრებით ეზოთერიკოსები ხმარობენ ხოლმე იმდენად ძლიერი და მაგიურია. ჩამოგვივა მეგობრებო მალე, წითელი ფერის არის უკვე დამცავი ავითვალისგან, ნეგატივისგან და იზიდავს სიყვარულს, ხო, წითელი ფერის სეიჯი, ხო, თეთრი ფერის კლასიკური კალიფორნიული სეიჯი უკვე აურას წმინდავს, ხო, ანუ ენერგეტიკული წმენდებისთვის გამოიყენება. ზოგს მაგალითად ორივე მიაქვს ხოლმე და ორივეს იყენებენ. ამიტომ ეს გააჩნია უკვე რა გინდათ ამ შემთხვევაში, ანუ მხოლოდ ენერგეტიკული წმენდა, თუ დავუშვათ ავითვალისგან დაცვა და სიყვარულის მოზიდვაც, ხო? და კიდევ ტიბეტური თასებიც მალე ჩამოგვივა, აი ასეთი კომპაქტური ზომის, აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე, აი როგორ გამოიყურება, აი ასეთი იქნება, მეგობრებო, კომპაქტურია, მაგრამ აი საოცარი ხმა აქვს, აი ეხლა ტრადიციულად დავკრავ მეგობრებო, აი ამ ჩვენს ტიბეტურ თასზე და ტიბეტური თასების კომპაქტური ზომის მარაგიც მალე შეივსება და ამაზე ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს დაიდება ინფორმაცია. თან დაწერეთ, რომ ჩაკრაზე გრძნობთ ვიბრაციას მეგობრებო. კომპაქტური ზომის მოსახერხებელია, მე პირადად აი ცოტა დიდი ჩანთა რომ მიმოქვს, ჩანთითაც დამაქვს ხოლმე. ამიტომ მოგზაურობის დროს განსაკუთრებით მოსახერხებელია. გაითიშა და ჩაირთო. ხო, ანუ გაჭედა ესე იგი, ხო? მაგ დროს თუ არსები ვალპურგის ღამეზე ვსაუბრობდით, ხო, რა, აი 30 აპრილს, 1 მაისი რომ თენდება, მაშინ გვაქვს ხოლმე, მეგობრებო, ღამის 12-დან 4 საათამდე საკმაოდ მისტიურია. ვალპურგის ღამე ქვია და შეგიძლიათ ენერგეტიკული წმენდები გააკეთოთ ხოლმე, გაწმინდოთ სახლი, დავუშვათ ჩაიფიქროთ სურვილები, საკმაოდ მაგიური მისტიური ღამეა ხოლმე, ხო, ვალპურგის ღამე ქვია. კი ბატონო. მაგაზე ვსაუბრობდი ზუსტად რომ გამოირთო და გაჭედა და ამიტომ ვიმეორებ თავიდან, არ ვიცი, რამდენად ჩაიწერა, რომ გაჭედა და ამიტომ. ეხლა კარგი რომ ჩანვარ, კი ბატონო.
და მაისის თვე საკმაოდ საინტერესო ასევე იმით მეგობრებო, რომ სატურნი, კარმის და კალვრის პლანეტა შეიცვლის ზოდიაქოს ნიშანს და შევა ვერჩი, ხო? თევზებიდან შევა ვერჩი. ამიტომ ვერძებისთვის ხო 3 წლით უკვე დაიწყება კარმული პერიოდი, როდესაც უფრო დისციპლინირებულები უნდა გახდნენ. კარმული ვალები უნდა მოიხადონ, ასე ვთქვათ, ხო? განსაკუთრებით, ვისაც სატურნი აქვს ვერჩი, აი სატურნის დაბრუნების პერიოდი არის ხოლმე ცოტა მძიმე და ბევრ გაკვეთილს მოიცავს კარმულს და ზოგის შემთხვევაში, ძალიან ისე ფატალურადაც სრულდება. გააჩნია ახლა პერსონალურ ტრანზიტებს და რა დონეზე აქვს ადამიანს დაუშვათ თავისი პლანეტები დამუშავებული, ხო? ანუ რა დონეზე აქვს. დაბალ დონეზე უფრო ნეგატიურად და დამანგრევლად ვლინდება, რა თქმა უნდა, მაღალ დონეზე პირიქით შეიძლება სოციალური სტატუსის ამაღლებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დუალურ სამყაროში, მეგობრებო, სადაც შეიძლება რომ როგორც გარკვეულმა პლანეტარულმა ტრანზიტმა ასე ვთქვათ, გაანადგუროს ადამიანი, რეალურად დაწიოს ქვემოთ, ან შეიძლება რომ მან თუ ეს ენერგია სწორედ მიმართა, პირიქით გააძლიეროს და მოხდეს ეს წინსვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავკავდეთ თვით შემეცნებით და თვით რეფლექსიით, ხო? იმისთვის რომ ვიცოდეთ რა პოტენციალი გვაქვს, რა პლანეტები გვაქვს პირად რუკაში, ხო, რა პლანეტარული კონფიგურაცია, რა კარმული მისია და ასე შემდეგ. ეს სწორედ ამისთვის გვჭირდება, რომ ეს არის ფაქტობრივად ჩვენი ხელჩაასაჭედი ინსტრუმენტი, რაც გვეხმარება, რომ აი მყარად დავდგეთ ამ რეინკარნაციაში ფეხსა და ვიცოდეთ, რას ითხოვს სამყარო ჩვენგან, რა მისით მოვედით და რა ფუნქცია გვაქვს საერთოდ ამ სამყაროში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ თქვენი პირადი რუკა, იცოდეთ თქვენი მისია, ხო? იცოდეთ თქვენი დაუშვათ ნუმეროლოგიური მაჩვენებლები, ხო? ესეც მნიშვნელოვანია და იქ ინტერვიუში ვახსენე კიდეც ესეთი ტერმინი გონების ციფრი. ხო, ანუ ეს დაბადების თარიღის ციფრი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხო? აი, ვინ რა თარიღზეც დაიბადა, ყველა ციფრს აქვს თავისი ენერგეტიკა, მეგობრებო, ხო? ანუ დავუშვათ ახლა თუ დაიბადეთ 15 რიცხვში ან 6 რიცხვში ან 24 რიცხვში, ხო, თქვენ გამოდიხართ 6-იანი, ხო? ანუ 6-იანი გამოვა თქვენი გონების ციფრი. თუ დაიბადეთ 5-ში, 14-ში, 23-ში, გამოვა უკვე 5-იანი, ხო, გონების ციფრი. კიდევ 2, 11, 29, 20 გამოვა გონების ციფრი 2-იანი და ასე შემდეგ, ხო? და ყველა ციფრს აქვს თავისი საკრალური და მისტიური მნიშვნელობა. და რა თქმა უნდა, ახლა 5-იანს შორის, 14 შორის და 23 შორისაც არის თავისი ნიუანსები და თავისი სხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ერთად განვიხილავთ, რომ ეს არის 5-იანი. მაინც არის ეგ თავის ნიუანსები, ხო? ამიტომ საკმაოდ საინტერესო და ვრცელი საკითხია და თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია კიდევ დავუშვათ ცალკე ვიდეო მივუძღვნა ნუმეროლოგიურ ციფრებზე საუბარს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა თემაა და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ციფრული ფსიქოლოგია ეს თანამედროვეობაში ეს ტერმინი ეხლახანს რამდენიმე წელია რაც შემოვიდა სხვადასხვა უფრო დასავლეთში და ჩრდილოეთით და ჩვენთან დიდად არ მსმენია რომ ვინმე საუბრობდეს ხა ციფრულ ფსიქოლოგიაზე, ხო, ციფრების ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ვფიქრობ ჩვენთანაც ნელ-ნელა შემოვა ეს ტერმინი, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიცოდეთ, აი ჩვენს დაბადების თარიღში რა კოდირება არის. ანუ რა გვჭირდება გავაკეთოთ იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი პიროვნული რეალიზაცია ამ მატერიალურ სამყაროში, ისე რომ ეს ჩვენი სულიერი ბალანსიც არ დაირღვეს, ხო? ამიტომ ეს მერკაბას ბალანსი ანუ ბალანსი ეს მატერიალურს და სულიერს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ საერთოდ ცალკე გადაცემაც გიჭირდება ამ თემას, იმდენად საინტერესოა და იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია. დაპლიუსით თუ თქვენც ასე ფიქრობთ. კი ბატონო. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვალით, ვსაუბრობთ ასტროლოგიურ ტენდენციებზე, რომ 10 მაისამდე მაინც გრძელდება კიდევ ეს ნეგატიური ასპექტირებები. ნელ-ნელა შესუსტდა, ანუ აღარ არის ისეთი დამანგრეველი პერიოდი, როგორც ჰქონდა აპრილის ბოლოს, მაგრამ მაინც არის კიდევ მარსი-პლუტონის დაპირისპირება, არის კიდევ მზე მარსის დაპირისპირება და ეს ქმნის კონფლიქტურ ფონს და კი ვხედავთ, რომ არის დაპირისპირებები, ტელევიზიითაც ყოველდღიურად აშუქებენ, რომ გარკვეული კონფლიქტი
დაპირისპირება, იქ დაჭრა, სროლა და მთელი ამბები მაინც ხდება, ხო? იმიტომ რომ ეს ნეგატიური ფონი, ძიმე ფონი ასტროლოგიურად კიდევ ნარჩუნდება 10 მაისამდე. მერე ნელ-ნელა მოხდება უკვე ენერგიების დამშვიდება. ამიტომ ეხლა თუ შფოთიანობა გაწუხებთ, ეს არის სწორედ ამ ასპექტებიდან გამომდინარე, მეგობრებო. აპრილსა იქ ვალპურგის ღამე, ხო? კი, 30 აპრილს პირველი მაისს რო თენდება. ღამის 12-დან 4 საათამდე არის ხოლმე ეს პორტალი რომ იხსნება, ეს ასტრალური პორტალი. ამას თავისი ნიუანსებიც აქვს რეალურად, იმიტომ რომ საშიშიც არის ცოტა. იმიტომ რომ გარკვეული ასტრალური არსებებიც გადმოდიან ხოლმე მერე ფიზიკურ პლანზე, მაგრამ ვისაც აქვს ეს ენერგეტიკული დაცვები სახში ხო გაკეთებული, ან დაუშვათ საკმაოს თუ ანთებთ, ან პალოსანტო წმინდა ხეს, ან აურის გამწმენთ ჩხირებს, ხო, ან ნებისმიერ ატრიბუტიკას, რაც წმინდავს აურას, ეს დაგეხმარებათ, რომ დაიცვათ თქვენი სახლი და თქვენი თავი. ამიტომ თავის ნიუანსები აქვს, რა თქმა უნდა, ამ ღამესაც, ხო? გარკვეული ნიუანსები. ზოგადად გაზაფხული და შემოდგომა ეს ორი პერიოდი, ხო? ასტროლოგიურადაც ყოველთვის გადამტეხია. ერთგვარ ტრანსფორმაციულ ველს ქმნის იმისთვის, რომ რაღაც ახალი დავიწყოთ, ხო? ენერგეტიკის ცვლილება ხდება, არა მხოლოდ ამინდების აღრევა და ცვლილება ხდება მაგ პერიოდში, ხო? გაზაფხულზე და შემოდგომაზე. არამედ ხდება გარკვეული მინი პორტალების გახსნა, იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ დონეზე. შევიდეთ ამ ახალ ენერგიებში, ხო? ეს საკმაოდ მისტიურია და სხვადასხვა ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ კიდეც ეს და უამრავი რომ წაიკითხოთ და მოიძიოთ უამრავი რიტუალიც არსებობს საგაზაფხულო და უშუალოდ საშემოდგმო მათ იცოდნენ, ფლობდნენ ისინი ამ მისტიურ ინფორმაციებს მეგობრებო. ნამდვილად ფლობდნენ. და კარგია რომ ეს ცოდნა არ დაიკარგოს, ხო? იმიტომ რომ ეს გვეხმარება რეალურად. ხო, კიდევ მეგობრებო, სატურნი ნეპტუნი შეერთება და ვენერა ნეპტუნი შეერთება გრძელდება, ამიტომ ეს ცოტა ის დეპრესიულ ფონს ქმნის და სხვა შორის ნეპტუნის აქტიური ასპექტირებები რო გვაქვს ხოლმე განსაკუთრებით შეერთებები პლანეტებს შორის, მაშინ არის ხოლმე ზუსტად აი წვიმა, ეს ნალექი წვიმიანობა და არის ხოლმე კიდევ გარკვეული პრობლემები წყლის სტიქიასთან, ხო? შეიძლება იქ წყალდიდობები გქონდეს დაუშვათ, ხო? არც თუ ისე კარგი ამინდი ხოლმე ზღვაზე, ვინც ოკეანესთან ახლოს ცხოვრობთ. ამიტომ მაინც წყლის სტიქიას ცოტა მოერიდეთ ეს პერიოდი, მაგრამ ამავდროულად მედიტაციებისთვის კარგი პერიოდია, შემოქმედებითი ადამიანი თუ ხართ ხელოვანი, ეხლა შეიძლება დეპრესიის ფონზე მუზა მოგივიდეთ და რაღაც სერიოზული შექმნათ, ხო? იმიტომ რომ ნეპტუნი იძლევა ამ ფანტაზიას, წარმოსახვას, მუზას, ამავდროულად იძლევა ერთგვარ დეპრესიულობას, თუმცა არის ასევე ტრიგერი ჩვენი წინასწარმეტყველური ნიჭის გამოღვიძებისაც, სხვათაშორის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. და სატურნი ნეპტუნი შეერთება კი გვაქვს მეგობრებო, მაგრამ სატურნი ჯერ არ გადასულა ვერჩი და ნეპტუნი გვაქვს უკვე ვერჩი. ზუსტი შეერთება სატურნი ნეპტუნის ვერძის ნიშანში მოხდება უკვე 25 მაისის მერე, როდესაც სატურნი შევა ვერჩი. და მთელი წლის განმავლობაში მაინც შენარჩუნდება ეს ასპექტი, ვინაიდან ნეპტუნიც ნელი პლანეტაა და სატურნიც. ხო, ამიტომ ეს ამ წლის მთავარი კრედო უკვე გახდება რა? სულიერი გამოღვიძება. იმიტომ რომ სატურნი, ნეპტუნი, აი სატურნი როგორც კარმის და კანონის პლანეტა და ნეპტუნი როგორც პლანეტა სულიერების და გამოღვიძების, ხო? ეს არის კავშირში ჩვენს უზენაეს მესთან, ხო? ეს ერთ-ერთი უზენაესი და მისტიური პლანეტაა. ეს მოგცემს ძალას იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიღვიძოთ, ასე ვთქვათ, ხო? საკმაოდ საინტერესოა. ამავდროულად
შეიძლება მიიღონ ახალი კანონები, კანონ პროექტები, რაც ზღუდავს ჯანდაცვის სფეროს, სამედიცინო სფეროს, ხო? ასევე ხელოვნებასაც შეიძლება ეს შეეხოს, შეიძლება სხვადასხვა ფსიქოლოგიას და ასტროლოგიასაც შეეხოს, ხო? იმიტომ რომ აი ნეპტუნის სფეროებია ეს, ხო? აი ნეპტუნი საკმაოდ მრავალფეროვანია თავისი დიაპაზონით და ორიენტაციის მხრივაც. ამიტომ შეიძლება ამ სფეროებს შეეხოს კანონი უკვე, ხო? და რაღაც მხრივ შემოსაზღვროს ეს სფეროები. იმიტომ რომ სატურნი ყოველთვის ადგენს და აწესებს საზღვრებს და კანონს. ამიტომ ესეც გავითვალისწინოთ მეგობრებო. საკმაოდ ისეთი მისტიური პერიოდია. თან შემოსული ვარ მეგობრებო, რომ თქვენი თქვები ვნახო. არ მიჩანს ხოლმე ტელეფონით. და რაც შეეხება მეგობრებო უკვე სავსე მთვარეობას 12 მაისს გვექნება სავსე მთვარეობა. 12 მაისი უწევს და სავსე მთვარეობას გვახსოვს, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში არა უყვეთ პროვოკაციებს, ასევე მოვერიდოთ კონფლიქტებს. არ არის კარგი დიდად მაინც შინაძენები ამ დღეს ან რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ეს არ არის მშვიდი დღე, ხო? სავსე მთვარეობა არის შიდა კონფლიქტების ტრიგერი. ამიტომ ძალიან კარგი დღეა ფსიქოთერაპიისთვის დავუშვათ, ხო? ძალიან კარგი დღეა მედიტაციისთვის, თვითრეფლექსიისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, თვითდაკვირვებისთვის. და ამავდროულად სავსე მთვარეობას ყოველთვის ადამიანი ავნებს თავის რეალურ მეს და თავის რეალურ ზრახვებს. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. შეგიძლიათ დააკვირდეთ ადამიანებს, ხო? როგორები იქნებიან 12 მაისს. კი ბატონო, და განსაკუთრებით ესე იგი რა ნიშნებს შეეხება ეს სავსე მთვარეობა. რა თქმა უნდა, ფიქსირებული ხარისხის ნიშნები. ეს არის რა? ეს არის ლომი, მერწყული, კურო, მორიელი. აი განსაკუთრებით ამ ნიშნებს შეეხება ეს სავსე მთვარეობა, ხო? და ვისაც პირად რუკაში აქვს ამ ნიშნების გავლენა. და ზოგადად ეს კურო მორიელის კვანძზე რომ ხდება სავსე მთვარეობა ხოლმე, ხო? ან ახალ მთვარეობა, ეს ყოველთვის არის კავშირში ჩვენს ჩრდილოვან მხარეებთან, ეს არის კავშირში ჩვენს ინტუიციასთან, ამავდროულად ჩვენს შედარებით დამიწებულ მხარესთან, ეს არის კავშირში ჩვენს სულიერებასთან და ამავდროულად ჩვენს მატერიალურ მხარეებთან. საკმაოდ ისეთი საინტერესო, თუმცა მძიმე სავსე მთვარეობაა ხოლმე, იმიტომ რომ სადაც მორიელია სავსე მთვარეობაში, ხო? იქ ყოველთვის არის ის, რომ ადამიანს ექნება ერთგვარი ცდუნებები თვით განადგურებისკენაც დავუშვათ, ხო? ან ცდუნება იმისკენ, რომ ზედმეტად ჩაიკეტოს თავის თავში, წავიდეს ამ დეპრესიულ პანიკურ მდგომარეობაში, ხო? ან პარანოია შეიძლება გაიზარდოს, ხო? ამ დღეს. ამიტომ ეს მომენტები კარგია რომ გავაკონტროლოთ, ხო? 12 მაისს განსაკუთრებით ვისაც აქვს ამ ნიშნების გავლენა, ხო? აი მორიელის გავლენა ვისაც აქვს განსაკუთრებით პირად რუკაში, ხო? მთვარე მორიელი ვინც არის დაუშვათ, ან ვენერა მორიელი, ან მარსი მორიელი, ან მზით მორიელი, განსაკუთრებით მათ ვაფრთხილებ, ხო? ან ასცენდენტით. შეიძლება იყოს მაინც, ხო, ეს პანიკური შფოთიანი შემოტევები, ხო, ამ დღეს. ამიტომ კარგი არის ამ შემთხვევაში რა? კარგი არის მედიტაცია, კარგი არის სპორტი, ხო? იმისთვის რომ აი ამ ენერგიის სუბლიმირება მოხდეს, უკვე არა თვით ზიანის მხრივ, არამედ იმის მხრივ, რომ ადამიანი წავიდეს წინ, ხო, დაუშვათ დაფიქრდეს რა გეგმები აქვს სამომავლოდან, დააკვირდეს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და დააკორექტიროს თავისი ჩრდილოვანი მხარეები. ამიტომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ, ხო? და შიდა ტრანსფორმაციებისთვისაც, ну, მინი ტრანსფორმაციისთვისაც კარგი დღეა, რომ თქვენ დავუშვათ მოახდინოთ 12 მაისს გადაფასება იმის თუ ვინ ხართ თქვენ და რა თქვენი ჩრდილოვანი მხარეები გიშლით ხელს წინსვლაში. ანუ ამისთვის იდეალური პერიოდია სხვადასხვა და კიდევ შეგიძლიათ 12 მაისს დაფიქრდეთ თუ რა გიშლით ხელს ცხოვრებაში, რომ გქონდეთ ეს მატერიალური სტაბილურობა და ზოგადად სტაბილურობა თქვენს ცხოვრებაში. ხო? იმიტომ რომ აქ კურო მორიელის ღერძზე მოხდება ეს და ეს თემატიკაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველაზე ფინანსური
და ფინანსურად ძლიერ ნიშნებად ითვლება კურო და მორიელი ასტროლოგიაში, ხო? ანუ ეს არის მეორე სახლი და ეს არის მერვე სახლი. ყოველთვის ფინანსებთან არის აქ პირველ რიგში შეხება, როდესაც ამ ორ ნიშანზე ვსაუბრობთ, ხო? ასტროლოგიურად ეს ასეა. ამიტომ საკმაოდ საინტერესო დღეა. რას გვეტყვით ასკეზაზეო? ხო, საინტერესო კითხვა. ასკეზა, ხო, მეგობრებო, ეს ძალიან ინდივიდუალურია, ხო? ანუ არის დაუშვათ ადამიანთა კატეგორია, ვისთვისაც ახლა მე არ ვურჩევდი დავუშვათ, ხო? გააჩნია რა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში. განსაკუთრებით ახლა მე ვიტყვი, რომ ასკეზა უფრო უხდებათ, ვისაც პირად რუკაში აქვთ ეს თხის რქის გავლენა, ხო? ან სატურნის აქტიური ასპექტები, ხო? ეს სატურნის შეერთებები ან სატურნის კვადრატები პერსონალურ პლანეტებთან. მათ უფრო უხდებათ ეს, იმიტომ რომ თხის რქა ზოგადად ასკეტური ნიშანია ასტროლოგიაში. ამიტომ ძალიან უყვართ ხოლმე და ბევრი ადამიანისგან ვინც არის თხის რქა და უბრალოდ ვენერა თხის რქაში, ან მთვარე თხის რქაში, ან მარსი თხის რქაში, მსმენია, რომ მე გავაკეთე ასკეზა და მე ამიხდა სურვილი. მსმენია მათგან. მაგრამ რაც შეეხება უკვე მერწყულებს, ან ვერძებს, ან შულოსნებს, უფრო თავისუფალ ისეთ ქაოტურ ნიშნებს, ხო? ან თევზებს თუნდაც შეიძლება გაუჭირდეთ, ხო? გაუჭირდეთ დაუშვათ, რომ ეს დაიცვან და ეს უფრო, ვიმეორებ, შეეხება სატურნის თემატიკა ასკეზა უფრო. ხო, მე რაღაცას ავიკრძალავ, ხო, შევიზღუდავ ჩემ თავს. იმისთვის რომ მე რაღაც მივიღო. ეს არის სუფთად სატურნისეული მიდგომა და სატურნი, რა თქმა უნდა, მართავს თხის რქას. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულსაც მართავს, იქ მერწყულს ურანიც მართავს, რაც პირიქით არის კავშირში უკვე ექსპერიმენტებთან და თავისუფლებასთან და რევოლუციასთან და პირიქით შეზღუდვების იგნორირებასთან. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ აი ასკეზა გააჩნია პირად რუკაში რა კომბინაციები გაქვთ. ყველას არ უხდება ასკეზა, მეგობრებო და მე მსმენია კიდეც, რომ აი დავუშვათ გავაკეთე ასკეზა, მეუბნებიან, მაგრამ არ გამოვიდა, მაინც არ ამიხდა ეგ სურვილი, რაც მქონდა ჩაფიქრებული. ამიტომ ეს ინდივიდუალურია, ყველას არ უხდება ასკეზა. და თქვენს პირად რუკასაც გააჩნია ამ შემთხვევაში და იმასაც გააჩნია რა მოტივით აკეთებთ, ხო? და რა თქმა უნდა დაწყების პერიოდსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს დაწყების პერიოდი უფრო უმჯობესია რომ ინდივიდუალურად გამოითვალოს. ანუ ეს ძალიან ისეთი ასკეზაზე რომ ვსაუბრობთ, ეს მაინც ინდივიდუალურია. ჩემი აზრით, ეს ზოგადი რეკომენდაცია რო ვთქვა, მაინც არ გამოვა, იმიტომ რომ ასკეზა ეს ძალიან ვიტყოდი ინტიმურიც არის. ინტიმურია რეალურად. ხო, თქვენ პირობას დებთ სამყაროს წინაშე, ეს ინტიმური მომენტია. ძალიან, ამიტომ ინდივიდუალურია, ანუ ასე განზოგადებულად ვერ ვიტყვი, ეს არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან. ამიტომ ასკეზა საინტერესო საკითხია, მაგრამ ვიმეორებ. ყველას არ შეეფერება. ყველა ადამიანს არ შეეფერება. ინდივიდუალურია, ზოგს უხდება, ზოგს დიდად არა. ამიტომ ასკეზა ეს არა სახუმარო საკითხი, ეს არ არის დავუშვათ თამაში. და ამაში თუ შეხვალთ, უნდა შეხვიდეთ ასკეზაში გათვითცნობიერებულად. ეს მნიშვნელოვანია, ხო? ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის თამაში. კი ბატონო. როგორ განვავითარო ვიგრძნო ინტუიცია ჩემში? ყოველთვის ლოგიკას და გონებას მივსდევ. მადლობა. საინტერესო კითხვაა სხვათა შორის. ინტუიციას რომ ვამბობთ, ინტუიცია ახლა ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ ზოგს აქვს უფრო მეტად განვითარებული ბუნებრივად, ხო? აი მაგალითად, პირად რუკაში წყლის ნიშნების გავლენა აქტიურად ვისაც აქვს უფრო უმეტესწილად არიან ინტუიციურები და ვისაც უფრო მიწისტიქი აქვს განვითარებული, უფრო ლოგიკურები, ხო? მაგრამ ინდივიდუალურია ძალიან. ახლა თქვენს პირად რუკას გააჩნია. აქ მე ვფიქრობ, რომ ასპექტირებების პრობლემაა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მეტწილად ლოგიკას ეყრდნობა და უჭირს ინტუიცია ჩართოს, აქ უკვე შიდა პიროვნული კონფლიქტია ჩართული და აქ უკვე არის შიდა პროექცია და ტრანსფერი. ანუ აქ ახლა გეშტალტ თერაპიაც შემოვიტანე ცოტა, ხო? მაგრამ ეს მაგ თემასაც ეხება. ესე იგი თქვენ ვერ უსმენთ თქვენს ინტუიციას, ვერ უსმენთ თქვენს შინაგან ხმას, ანუ გონება გიშლით, გონება აკონტროლებს ამ შემთხვევაში. ანუ აქ არის ჰიპერკონტროლის მომენტი და ჰიპერკონტროლი უფრო სატურნის კვადრატებია ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ან პლუტონის პირად რუკაში. ამიტომ აქ
ისეთი მორიელური ენერგიებით შეიძლება გქონდეს. ხალხაშორს რომ მორიელი მიუხედავად იმისა, რომ ინტუიციურია, ხშირ შემთხვევაში მაინც უფრო გაკონტროლება უყვარს სიტუაციის და შეიძლება უფრო ლოგიკით წავიდეს და წინასწარი გათვლით და არა ინტუიციით ხოლმე. ესეც ხშირი პრობლემაა ხალხაშორის, ვისაც მორიელის გავლენა აქვს. წყლის ნიშნებიდან მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ინტუიცია აქვთ ამავდროულად, ხო? ამიტომ აქ ვფიქრობ, არის საუბარი უფრო შინაპიროვნულ კონფლიქტზე და აქ მე თქვენი პირადი რუკა თუ არ ვიცი, ვერ მოგცემთ ესეთ რჩევას, ინდივიდუალურია ძალიან. თუმცა ზოგადად, როდესაც ადამიანს აქვს პრობლემა, რომ თავის ინტუიციას მიენდოს, ეს ყოველთვის არის ესე იგი ნეგატიური ასპექტირებები პირად რუკაში დასამუშავებელი. ხშირად ეს არის ხოლმე კავშირში სატურნთან ან პლუტონთან. ეს ორი პლანეტა მასტოდონტი კონტროლის, ჰიპერკონტროლის. თუმცა დიდი ენერგეტიკული პოტენციალიც აქვს ამას, რა თქმა უნდა. კუროზე რა ხდება? ეხლა კუროების პერიოდია, მეგობრებო. მზე კუროში დგას, ამიტომ კუროების პერიოდია. და ეხლა ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვთ, რა თქმა უნდა, ტყუპებს და მორიელებს. ამიტომ მეტი დაიცვალეს ტყუპებო და მორიელებო ეს პერიოდი 20 მაისამდე. რაც შეეხება თხის რქებს, თხის რქებზეც დამიწერეს, ხო? ხო, თხის რქებისთვის კარგი პერიოდია. რამე სახის წამოწყებები თუ გინდათ 9 ივნისამდე გააკეთეთ თხის რქებო ჯობია, იმიტომ რომ 9 ივნისის მერე იუპიტერი, ხო, წარმატების პლანეტა შევა უკვე თქვენს ანტაგონისტ ნიშანში, შევა კირჩხებში და შეიძლება არც თუ ისე მარტივი და არც თუ ისე იღბლიანი პერიოდი დაიწყოს თქვენთვის თხის რქებო. მე ამაზე ვსაუბრობდი ჩემს პროგნოზში, ჩემს ინტერვიუში და ნუ თუ არ გინახავთ დევს ჩვენს Facebook-ზეც და ჩვენს YouTube არხზეც და ნახეთ აუცილებლად და მე ლაივი რომ დასრულდება, დალინკავენ კიდეც ადმინები რომ ნახოთ. ამიტომ თხის რქებო 9 ივნისამდე ყველა სერიოზული წამოწყება უმჯობესია გავაკეთოთ ასე. და ხო, ვინც ახლა შემოხვედით მეგობრებო, ვსაუბრობდით ასტროლოგიურ ტენდენციებზე, რაც გვაქვს განვიხილეთ რჩევები, ნუმეროლოგიაზეც ვისაუბრეთ, გეშტალტზეც ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაში საკმაოდ ისეთი კომპლექსური ლაივი გამოვიდა. ვისაც გაქვთ სურვილი ჩემთან 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე, ან თუნდაც 2 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე, ხო, ვაკეთებთ 2 საათი, ესეც 3 საათიანიც კი გვაქვს ხოლმე, უბრალოდ წინასწარ უნდა გაგვაფრთხილოთ, რომ ბევრ საკითხზე გსურთ გასაუბრება დავუშვათ, ხო, და დაგჭირდებათ დავუშვათ 2 საათი ან 3 საათი და წინასწარ ხდება შეთანხმება თარიღის და საათის. ამიტომ თუ გინდათ ჩაწეროთ ჩემთან ონლაინ კონსულტაციაზე, დატოვეთ კომენტარი ან მოგწერეთ პირადში და ადმინები გეტყვიან რა თარიღები და რა საათები გვაქვს მეგობრებო თავისუფალი. და რაც შეეხება უკვე სეიჯებს წერენ რომ როდის ჩამოვაო, დღე-დღეზე ველით მეგობრებო ჩამოვა სეიჯები და დავდებთ აუცილებლად ამაზე პოსტს რომ შეივსება მარაგი. ბევრმა გადაგვადებინა უკვე სეიჯები, ხო, წითელი ფერის ჩამოგვდის ახლა და ჩამოგვდის თეთრი ფერის კალიფორნიული. პალო სანტო წმინდა ხე გვაქვს მარაგში, ფინანსების მოსაზრდი ჩხირები გვაქვს მარაგში, აურის გამწმენდი ჩხირები გვაქვს მარაგში, ასევე ჩვენი ლავანდის ასტროგუროს დამამშვიდებელი ეთერზეთი გვაქვს მარაგში. და კიდევ მალე გვექნება მარაგში მეგობრებო ჩვენი ტიბეტური თასები კომპაქტური ზომის. ამიტომ თუ გნებავთ გადადებაზე შეგიძლიათ მოგწეროთ წინასწარ და რაც შეეხება საკურიერო გვაქვს საქართველოს მასშტაბით და უცხოეთში ვგზავნით პოსტით მეგობრებო, ეს არაა პრობლემა. ბატონო და ვინც ვერ დაისწრო ამ ლაივს ჩანაწერს შევინახავთ აუცილებლად.